დღეს მექნება საუბარი ტრეიდინგზე, როგორც ბიზნესი. რა მსგავსებები აქვს ტრეიდინგს და ბიზნესს ერთად? არა და არ ხუმრობს. და ჩარტინგს ისიც მექნება მაგის მერე უცებ მარკეტის ანალიზი გავაკეთებ და რა ხდება და რას მოველი იმას გეტყვით რა. დღეს არ მიტრეიდია, იმიტომ რომ ვიცი ამ ხელდროპის და ასლის მერე მე ტრეიდი აი აქ ნაღდად არ მინდა. მადლობას გეტყვით. აქედან ლონგიც არ მინდოდა. მოკლედ ეგ არის. კაი, ტრეიდინგი როგორც ბიზნესი. პირველ რიგში ტრეიდინგი რად უნდა აღვიქვათ, ვინც ამწევი ხართ და აზე არ ხართ რა ხდება, გეტყვით რომ ტრეიდინგი მარტივი და მალე გამდიდრების საშუალება არ არის არანაირად. აქ მალე ვერ გამდიდრდები, მაგრამ თუ ამ საქმეს ძირფესვიანად ისწავლი, შენ გექნება ისეთი შესაძლებლობა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მარკეტზე დაждდე, ფული გააკეთო და ვსო. არ მგონია ვინმეს ტრეიდინგის მერე რამეზე საზრუნავი უნდა გქონდეს, როგორც არის მატერიალურად, ხო? მაგრამ ყველაფერს აქვს ეტაპები. ყველას ხმაგათშული არის? კი. როგორც ბიზნესს ჭირდება დრო, კაპიტალი, გეგმა და მიდგომა თავისებური, ისეთი მიდგომა ჭირდება ტრეიდინგსაც და განსხვავებასაც ვიტყვი. აი, ავიღოთ ეს, მაგალითად, საწავით. გეგმა. რა არის ტრეიდინგ გეგმა? ტრეიდინგში გეგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ტრეიდერს გააჩნდეს, მით უმეტეს ისეთ ტრეიდერს, ვინც არის დამწყები. გეგმაში წერია რა? გეგმაში წერია რა მოდელი ტრეიდობ, ანუ როგორ უყურებ მარკეტს, შენი ხედვა მარკეტზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მარკეტი შენთვის, რომ შენ მარკეტზე ტრეიდი გახსნა. გეგმაში წერია, როდის უნდა ტრეიდობდე. გეგმაში ასევე წერია, როდის არ უნდა ტრეიდობდე. გეგმაში შენი მიზნები წერია, პროცენტული მიზანი მარკეტზე, თუ რამდენი პროცენტის გაკეთება გინდა, ამა თუ იმ კვირაში თუ თვეში. ეგ უნდა იყოს, ეგ ყველაფერი უნდა იყოს ამ გეგმაში აღრიცხული. გეგმაში უნდა ეწეროს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ შენ როგორი ტრეიდერი გინდა იყო და კიდე ის უნდა ეწეროს, თუ როგორი ტრეიდერი არ გინდა რომ იყო. მერე გეგმაში ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, შენ რო შეზღუდავ თავს, ამ გეგმის ჩამოწერის მერე ნელ-ნელა უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე, შენ უკეთეს და უკეთეს რო ხდები და მარკეტზე გამოცდილებას აგროვებ და პლუს ამას კიდე ამ გამოცდილების მერე შენ ვითარდები, შენ უკვე შეამჩნევ იმ ცვლილებებს და პატერნებს რის გამოც ეგ წესები გქონდა, ხო? ეხლა უყურეთ, აი მაგალითს მოგიყვანთ. აი ICT.com-ია ეს, ხო? ICT.com კი არა, ICT-ის ზოგადი წესი ესე თქვათ არსებობს, რომ დამწყებისთვის ორ შაბათს, როდესაც ნიუსი არ არის, ანუ ვოლტურობა როცა არ იქნება, ტრეიდის გახსნა არის დაბალობითობიანი. შენ წესში, ეგ არის ზოგადი წესი რა, იცოდე რა, ვინცაც არ გაქვთ, ეგ არის ზოგადი წესი, ვინც დამწყები ხართ რა. შენ წესში რომ მაგას შეიტან და მე უკვე რამოდენიმე, ერთი წელი, რამოდენიმე თვე, თუ გინდა 2 წლამდე, რომ აი გამოცდილებას დააგროვებ და შეხედავ მარკეტზე უკვე ისეთი ხედვა განვითარებული, რომ შენ უკვე ამჩნევ იმას, თუ რატომ თქვა მან ეს და როგორ შეიძლება ეგ თავი აერიდო და შეძლო მაგ დღესაც შენ პროფიტის გაკეთება, ოღონდ ბევრს შეიძლება არ მოელოდე, ხო? აი ეგ არის უკვე განვითარება და პროგრესი. ეგ არის რომ ბიზნესშიც ეგრე არის. ანუ ბიზნესში რომ გეგმა გაქვს, გეგმა სულ იცვლება, გეგმა სულ ერთ-ეგივე არ რჩება, ხო? ეხლა ბიზნესში რაღაცა გამოსილი ტიპი კი არ ვარ, მე უბრალოდ ტრეიდინგი როგორც ბიზნესზე მე ასე ვილაპარაკებ რა. ხო. ესე თქვათ როგორც ბიზნესში იცვლება გეგმა და ბიზნესში იცვლება მიდგომა, ეტაპობრივად, იმიტომ რომ ვითარდება სულ ბიზნესი და ვითარდება სულ ბაზარი, აქედან გამომდინარე, აქაც ესე იცვლება. შემდეგი არის კაპიტალი. ტრეიდინგში კაპიტალი როგორც ბიზნესში არის უმნიშვნელოვანესი. კაპიტალის გარეშე შეუძლებელია აქ ფული გააკეთო. ხო? როგორც ბიზნესში ამბობენ, რომ დიდი კაპიტალი არ არის თავიდან საჭირო, თავარია დაიწყო, ტრეიდინგში ჩემი ეს დეგრე არის, რომ თავარია შენ დაიწყო, თუ ფული არ აქვს, ხო? დაიწყე, შენ ეს საქმე ისწავლე და ყველაფერი რა ოპორტუნიტიც გამოჩნდება, რა შანსებიც აი ამ გზაზე რა შანსებიც მოგეცემა, ხო? ეგ შანსები უბრალოდ გამოიყენო, როგორც ბიზნესში, ხო? მაგრამ ტრეიდინგში იდეაში
მასეთი ძალიან დიდი პრობლემა კაპიტალის არ არის. შენ თუ შეგიძლია ამ საქმის კეთება, მაშინ ჩათვალე ამ საქმეს იმ დონეზე გააკეთებ, რადგანაც რომ კაპიტალი ხელს არ შეგიძლიას, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობ და ისეთ დროში ვართ, რომ კაპიტალი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ გვაქვს პროფილები. პროფილები არის კომპანიები, ვინც არიცით, ამაზე დეტალურად ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადად გეტყვით, რომ პროფილები არის კომპანიები, სადაც ხდება გამოსდის გავლა და ამ გამოსდის გავლის მერე შენ გეძლევა ისე მარკეტზე დიდი კაპიტალი, რომ შენ მარკეტზე ფული გააკეთო, აი მაგალითად $200 ინვესტიციით, შენ შეგიძლია მარკეტზე გააკეთო $10,000. მოკლედ რა ვთქვით, ხო? ამიტომაც ხო, კაპიტალშიც ტრეიდინგი ბიზნეს გავს. მაგრამ ანუ ესე ვთქვათ, პატარა კაპიტალით ტრეიდინგში ფულს ვერ იშოვი. აი $100 რო შეიტანოთ ანგარიშზე, ბევრი მწერს ხოლმე TikTok-ზე ამაზე ტვინი მეჭმება იმენა. $100-საც ჩავრიცხო, ზმა ფულისად ვიშოვო. ეს $100-საც ჩავრიცხო და ფულისად ვიშოვო ხალხი. აი თუ მიხვდებით, რატო აქვს ხალხს ეგ აზროვნება ჩამოყალიბებული, რომ $100, $150, $200 სადღაც შეიტანე და მაგით ფულს იშოვიან. საიდან აქვს ეგ წარმოდგენები ხალხს? ეგ წარმოდგენები ხალხს, რა თქმა უნდა, აქვს TikTok-იდან. რომ შეცდომებში შეყავს ეს ხალხი ვიღაცას, ხო? რომ ჩარიცხავს ამდენს და იშოვის ამდენს. ანუ ჩარიცხავს ამდენს და იმდენს გააკეთებს, რაც თვითონ აკეთებს მაგალითად, ხო? ეს ხო სრული სისულელეა. აი, სრული სისულელეა, რომ ვიღაცამ $100 ჩავრიცხოთ live account-ზე და მაგით ფული გავაკეთოთ. ეს არის სრული სისულელე. ამით ფულს ვერ გააკეთებთ. ზოგადად ტრეიდინგი არის ძველად ტრეიდინგი იყო მდიდარი ხალხის გასართობი ადგილი. და რატო? მდიდარი ხალხისთვის $10,000, $20,000, $50,000 მაშინ არაფერი არ იყო. $10,000, $20,000, $5,000 აკაუნტები მიიჩნეოდა პატარა აკაუნტებად. მაგ აკაუნტზე ტრეიდი მათთვის კიდე არაფერი არ იყო. და აბა რამდენს გაქვთ აქედან $10,000, $5,000, თუ გინდა $20,000 ჩასარიცხოთ live აკაუნტზე შესატანად და მაგის წაგება რომ გიღირდეთ, მაგ მთლიანი ფულის. რა თქმა უნდა, აქედან რავი, არ მგონია ვინმე იყოს, ხო? ამიტომაც იცოდეთ, რომ ფუფუნებაში ხართ, ეხა ისეთი დროა ტრეიდინგისთვის, რომ პროფილები არსებობს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ეგ შანსი და ესე ვთქვათ, გაწუროთ ეგ პროფილები. შემდეგი არის risk management. risk management-ი ტრეიდინგში არის უმნიშვნელოვანესი. ტრეიდინგში და ასევე ბიზნესშიც. მაგით გვანან ერთმანეთს რა. ბიზნესში რო რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, რაღაცა ინვესტიციას რო აკეთებ, ხო? იმ ინვესტიციამ რაღაცა პროცენტული მაჩვენებელი უნდა მოგიტანო შენი ინვესტიციიდან გამომდინარე, ხო? ტრეიდინგშიც ეგრე არის. შენ რო რისკავ რაღაც გარკვეულ თანხას, რაღაც გარკვეულ პროცენტულობას, რომელიც იქნება ეს 1%, 2%, 0.5%, ხო? შენ რომ თანხას რისკავ, კვირეების და თვეების მანძილზე შენ აიმ რისკმა უნდა მოგიტანოს უფრო მეტი, რომ შენ პროფიტულად ჩაითვალო. მაგრამ ტრეიდინგში ასევე არის ესეთი მნიშვნელოვანი რამ, რომ შენი მთავარი მიზანი არის თავიდან, რომ კაპიტალი დაიცვა. ბიზნესშიც მთავარი არის, რომ კაპიტალი დაიცვა და აი ამ დაცვიდან გამომდინარე და პატარ-პატარა პროგრესიდან გამომდინარე, პატარ-პატარა ნაბიჯებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში შენ იღებ ისეთ შედეგს, რაც ძალიან გაკმაყოფილებს. ამიტომაც თავიდან ტრეიდინგში იფიქრეთ, როგორ risk management და money management-ი ესე გქონდეთ, რომ კაპიტალი დაიცვათ. და risk management-იც უნდა გქონდეს კაცრად უნდა გქონდეს risk management დაცული თქვენი სტრატეგიასთან შეხამებაში, უნდა იყოს ეგ risk management-ი, რომ თქვენი წაგებები მოგებებზე ბევრად ნაკლები იყოს. იმიტომ რომ აი ეგ გვაძლევს რეალურ შედეგს. კიდე შემდეგი არის რა? სისტემატიური ეფორტი და დისციპლინა. ბიზნესშიც და ტრეიდინგშიც სისტემატიურობა და ზოგადად ცხოვრებაშიც რაღაცა საქმეს რო ვაკეთებ, იქ სისტემატიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ სისტემატიურობა, ის ნაბიჯებზე რო ვილაპარაკე risk management-ი რო ახსენე, ხო? ნაბიჯებზე რო ვილაპარაკე პატარ-პატარა ნაბიჯებით, ეს უკვე საბოლოოდ ისე შედეგს გვაძლევს, რომ გვაკმაყოფილებს მეთქი, ხო? ეგ ნაბიჯები გამომდინარეობს საიდან? სისტემატიურობიდან. თქვენ რო სისტემატიურად ყოველ დღე მოხვალთ და დაჯდებით მარკეტზე და სისტემატიურად თქვენი კაპიტალის დაცვით, თქვენი კაპიტალის გაზრდით და risk management-ის დაცვით, რომ იქნებით და იმ გეგმას, რაც პირველი მიზეზი, პირველი ის ჰქონდათ, რა ქვია, თავისებურება, მსგავსება, ხო? ის გეგმას რო დაიცავთ დისციპლინირებულად, ხო? აქედან გამომდინარეობს თქვენი შედეგი. 1-2 თვე რაღაც შედეგის დადება ამ საქმეში არაფერი არ არის. თქვენ ამ საქმეს იმიტომ არ სწავლობთ, რომ რაღაცა 1-2 თვე, 1-2 დღე, 1 კვირა,
2 კვირა რაღაცა შედეგი დადოთ და ვსო ნახვით ტრეიდინგს, ხო? არა, მაგიტო არ ხართ აქ. თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ სისტემატიური შედეგი ამ საქმიდან. თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ ისეთი შესაძლებლობა, high income skill-ი, ანუ მაღალანაზღაურებადი შესაძლებლობა ცხოვრებაში, რომ ეს მთელი ცხოვრება დაგეხმაროთ. და არა 1-2 თვე რაღაცა პატარა ემოცია მოგცეთ ამ ყველაფერმა, მე წახვიდეთ ის ფული გავფლანგოთ. და ვსო, თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ სისტემატიური შედეგი. მაგ სისტემატიური შედეგის მისაღებად, ხო, არის დისციპლინა, არის მიდგომა საჭირო თავისი. მიდგომა არის აუცილებელი, თორე ის რაღაცა ერთი აკაუნტის გაპასვა, თუ გინდა ერთი მარტო payout-ი რო ძლივ-ძლივობით ოღონდ payout-ი აგეღო და ოღონდ ფული გამოგეტანა ამანგარიშიდან და ოღონდ მაქამდე რომ მისულიყავი. აი ეგ, ხო, ეგეთი მიდგომით, ხო? შენ მარკეტზე დიდი ხანი ვერ გაჩერდები. შენ მარკეტი შეგჭამს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეგეთ ხალხს და ეგეთ მიდგომას მარკეტი დიდი ხანი არ აჩერებს. ეგეს უნდა გაითვალისწინოთ. ეს აპლიკაციები. ხო, ინკამი არ არის გარანტირებული. ბიზნესშიც და ტრეიდინგშიც ნუ თავიდან ბრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მოდი ჯერ ბრუნვაზე ვილაპარაკოთ. ბიზნესში რა ხდება, როცა პირველ ფულს გააკეთებ, იმ ფულს რას უშვები? მიდიხარ და სვავ ისა და იმას შვები, რა ქვია? ერთობი და ფულს ფლანგავ, რაღაცებს ყიდულობ? არა. მერე შენ ამ ფულს უკან ბიზნესში აბრუნებ, ინვესტიციას აკეთებ უფრო მეტისას, რომ მერე უფრო მეტი გააკეთო. ხო? ტრეიდინგშიც ეგრე არის. შენ რო აკაუნტს გაივლი, payout-ს გააკეთებ, ფულს გამოიტან, რა შვები? მიდიხარ და კიდე ერთ აკაუნტს ყიდულობ. რატო? იმიტომ რომ შენი ინკამი გაიზარდოს პროცენტულად. 1.50 $-იანი აკაუნტი სხვა არის, 2, 3 და 4 ერთად სხვა არის, ხო? 4 ერთად 200,000-ია. 200,000 1% რამდენია? $2,000. ამიტომაც 50,000-ზე 1% რამდენია? $500, მაგრამ რო იკრიბება, ხო? ერთად. შენ რო ინვესტიციას გააკეთებ მაგაში. ბევრად მეტი გამოდის. და ხო, შემოსავალი აქ გარანტირებული არ არის. აქ უფროსი არ ყავთ. აქ ესე ვთქვათ, ხელფას არავინ არ გიხდით. როგორც ტრეიდინგში, ისე ბიზნესში შედეგიც გარანტირებული არ არის და ის თქვენი ფულის შოვნა თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდეც გარანტირებული არ არის. ეგ უნდა გაითვალისწინოთ. მაგიტომაც არის, რომ რისკიანი ბიზნეს მოდელია, როგორც ბიზნესია რისკიანი, ეს ბიზნესის ერთ-ერთი მოდელი, ტრეიდინგი არის რისკიანი. იმიტომ რომ შენ აქ მარტო ხარ დამოკიდებული შენ თავზე. ძალიან ცოტა სულ შეუძლია რომ თავის თავს დამოკიდებულმა იცხოვროს. ძალიან ცოტა შეუძლია რომ თვითონ თავისავს იმდენად ენდოს და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ მას ამან რავის დააკმაყოფილოს, ხო ესე ვთქვათ. ამიტომაც გაითვალისწინეთ, რომ აქ გარანტირებული არაფერი არ არის. აქ თქვენ ფულს იშოვით, შეიძლება კი არა, ძალიან ბევრი არის ეგრე, რომ ერთი კვირა წვალობენ, ფულს იშოვიან. მთელი კვირის განმავლობაში, ორშაბათი მოვა, მაგ მთლიან ფულს ერთ დღეში კარგავენ. ეგეთი რაღაცა, რავი, ბევრს გაგახსენდებათ აქ ხა შეიძლება თქვენი თავი და იცოდეთ, რომ ეგეთი რაღაცები აქ ხდება. ნუ რა თქმა უნდა, თუ უდისციპლინო ხარ, თუ ძალიან ცუდი მიდგომა გაქვს და თუ ძალიან ცუდი ცოდნა გაქვს. ხო, როგორც ტრეიდინგში, ისე ბიზნესშიც, დრო და დრო ეტაპობრივად სწავლობ ახალ-ახალ რაღაცას. როგორც მარკეტი ვითარდება, აი როგორც მარკეტის კონდიციებთან შეგუება გვიწევს, აი როგორიც არის მაგალითად ეხლა, ხო? როგორი მარკეტია? ძალიან ტრენდული მარკეტი არის. მაღალ ტაიმფრეიმზე, ხო? როგორც ამასთან შეგუება გვიწევს და აქედან გამომდინარე მოქმედება სხვანაირად, ცოტათი მაინც, ხო? ისე გიწევთ, ნუ ბიზნესშიც, რა თქმა უნდა, შეცვლა რაღაცების, ხო? ანუ შენ ყოველ ნაბიჯზე სულ სწავლობ. აქ სწავლა არ მთავრდება. შეიძლება რაღაცა ახალ თეორიას და ახალ სტრატეგიას არ სწავლობ, რაც ეგ სისულელე იქნება, რომ მაგის კეთება დაიწყო, როცა უკვე იცი მარკეტზე რაც ხდება და იცი რაც წაკეთებ მარკეტზე და მუშაობს, ხო? ეგ სისულელე იქნება. მაგრამ შენ თავს მარკეტზე სულ ავითარებ. იმიტომ რომ ის წაგებები, რაც ხდება ტრეიდინგში, წაგებები ნორმალურია, ხო, ტრეიდინგში. ის წაგებები, რაც ხდება, ამ წაგებებიდან შენ სულ სწავლობ. და შეიძლება მოგებებიდანაც ისწავლო, აი შეიძლება მოიგო, მაგრამ ცუდად მოიგო და არ გაგისწორდეს ეგ მოგება, ხო? მაქედანაც შეიძლება ისწავლო. და ამ სწავლიდან გამომდინარე, ჟურნალში რო ჩაიწერ, რომ შენს პროგრესს გათრეკავ, ხო? აქედან სწავლობ. აქედან ვითარდები. გინდა არ გინდა ვითარდები.
you track performance like a business ხო ანუ ტრეიდინგში ვინც არიცით 94 კაცი ხართ აქედან ჟურნალი ქონდეთ ყველას რა თქმა უნდა არ მჭირა მაგრამ გეტყვით რომ ტრეიდინგში აუცილებელია თქვენი პროგრესის და სტატისტიკის ცოდნა როდის ხართ ცუდი როდის ხართ კარგი რა დღეს ხართ ყველაზე კარგი რა დღეს მუშაობთ თქვენი სტრატეგია ყველაზე კარგად რომელ თვეში რომელ წელს და თქვენ ტრეიდებს ყველაფერს უნდა იწერდეთ ჟურნალში როგორც ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტებს თქვენსაც როგორც ასევე შეცდომებს სალამის გარდა ყველაფერს უნდა იწერდეთ თქვენს ჟურნალში ეს ყველაფერი აღრიცხული უნდა გქონდეთ როგორც ბიზნესში სტატისტიკას რა თქმა უნდა აკვირდებიან ძალიან სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და სტატისტიკას ძალიან ანუ კარგად გათრექო და ეს ყველაფერი უნდა იცოდე რომ გაიგო სად ხარ ცუდი და სად ხარ კარგი და რომ გაიგებ ამ ყველაფერს ცუდი სად ხარ კარგი სად ხარ იმ ცუდებს ამოიღებ მარტო ის კარგი დაგრჩება და ესე ვთქვათ ტრეიდინგში ეგრე არის რომ შეიძლება ბევრად მეტი ვერ მოიგო მაგრამ შეიძლება ბევრად მეტი წააგო და ბევრად მეტი რო წააგებ ხო ის მოგებები ამ წაგებებს ბევრად უფრო დიდად გადაფარავს და უფრო მეტ ესე ვთქვათ პროცენტულად უფრო უკეთესი მაჩვენებელი იქნება ტრეიდინგშიც ხო ამიტომაც თქვენი პროგრესი უნდა გათრეკოთ თქვენი სტატისტიკა უნდა გქონდეთ მე რო ეხა ვიღაცასთან მოვიდე და ვიღაცას პრეტენზია გქონდეს რომ ტრეიდინგი ვიციო მითხრას ხო მას რო აი ამ კითხვას დავუსმევ როდის არის რომელ დღეს არის შენი სტრატეგია ყველაზე კარგი მეთქი ამ კითხვაზე პასუხი ეგრევე უნდა გამცეს ფიქრის გარეშე რომელ თვეში ხარ ყველაზე კარგი ეს კითხვა რო დავუსვა ეგრევე უნდა მიპასუხოს რატო იმიტომ რომ ეს სტატისტიკა ელემენტარულია თან ეს რაღაცა სწავლი არ გეკონოთ ელემენტარულია აი ეს სტატისტიკა თქვენს ტრეიდინგ მოდელზე თქვენს ტრეიდინგ სტრატეგიაზე უნდა გქონდეთ მაგის გარეშე ხო ჯერ ეგერთი ესე თქვენ სერიოზულად არ უდგებით ამ საქმეს თუ ეს სტატისტიკა არ გაქვთ ხო სერიოზულად არ უდგებით იმიტომ რომ რა ვიცი რაღაც საქმე რო გიყვართ რაღაცა და რაღაც რო ვაკეთებთ იქ მაქსიმუმს უნდა დებდეთ თქვენსაც ხო ამიტომაც აუცილებელია კაი ხახვი მოვიდა ბოს ეს კიდე ერთ-ერთი მიზეზია რითიც გავს ტრეიდინგი ბიზნესს რომ აქ უფროსი არ ყავს აქ ნუ რა მაგიტომაც არის რთული რომ აქ უფროსი არ ყავს აქ გარანტირებული არაფერი არ არის აქ არავინ არ გეუბნება ეს გააკეთე ის გააკეთე მითითებებს არავინ არ გაძლევს არავისზე დამოკიდებული არ ხარ შენ თავთან და საქმეს აკეთებ შენ ბევრს ეს ძალიან ცუდი რაღაცა გგონიათ და ბევრს გინდათ რომ ვიღაცაზე დამოკიდებულები იყო და ვიღაცა გეუბნებოდეთ რომ აი იმას დააჭირე ამას არ დააჭირო ამას დააჭირე იმიტომ რომ თქვენ თავზე პასუხისმგებლობის აღების გეშინიათ და მაგ პასუხისმგებლობის აღების რო გეშინიათ გინდათ რომ სხვამ გაგიკეთოთ ეგ ხო აი ეგ არის ძალიან ცუდი ამ საქმის მთავარი ხიბლი ის არის რომ არის ინდივიდუალური საქმე ძალიან ცოტას გამოსდის და ეგ არის ხიბლი მაგიტომაც დავიწყე ეს საქმე რომ ძალიან ცოტას გამოსდის და ყველას არ შეუძლია ამ საქმის კეთება და რადგან ეგრეა ხო ეგ ხიბლიც ამ საქმის ეს არის ბევრი მწერს ხოლმე დაჟე ხო ხა შანსი არა ეგ ეცოდნებათ რომ ბევრი ეგეთი არის რომ აი შენგან სიგნალებს უმივიღებ აი შენთან ერთად თუ ვითრეიდებ აი შენს ტრეიდებში თუ შემიყოლებ რა ეს რას ნიშნავს აი რას ნიშნავს მაგ ადამიანს თქვენიაზე ეგ საქმე გამოუვა თუ მაგ მიდგომით გააგზელა მოხვაწეობა აი დამიწერეთ თქვენით აი მაგ ადამიანს აი ეგ საქმე გამოუვა თუ არა ვინც მაგას მემეუნება რომ აი კი მასწავლე მაგრამ აი შენთან ერთად რო ვითრეიდო რა რო ვერ ვისწავლო მე დებილი ვარ და შენ რო მიმითითო რა გავაკეთო აი თქვენი ეს მაგ ადამიანს გამოუვა იაკი რა გამოუვა გაგიჟდეს ხალხი მე კითხოს ვერ გაიგებს 9 შენ ხას ეყოლები არა ანუ და სიგნალით შეიძლება ფული ვერ გააკეთოს ადამიანმა აი მაშინ ადამიან ჩემ სიგნალებზე ვიღაცა ნუ ეხლა რა ის ლაივ ტრეიდინგი რო ქონდა კი ვერ მაგააკეთა ფული მაგრამ აი ჩემი ყველა ტრეიდი ზედმიწევნით წაგებიან მოგებიან ყველა ტრეიდი უნდა დააკოპიროს აი ვაფშე ყველა საერთოდ ყველა კაი ეგ ერთია ეგ რაღაცა მოკლევადიანია რა ანუ
მე რა შვება, მე რო აღარ ვეყოლები, მე რა შვება. ვერა, ეგ ადამიანი ვერ მიაღწევს ცხოვრებაში ვერაფერს, ჩემი აზრით. მე სულ ვეყოლები არა, ეგ ამაკლია, სულ ვეყოლ. მე დინებას გაყვება და დაიხჩობა. ალბათ ეგ გულისხმობ. სხვას ნახავს. სხვას ვერ ნახავს. ჩემზე უკეთეს ვერ ნახავს. არცად არ გტოვებთ. ჯერჯერობით. დადის და ვარჯიშებს სამსი და სუპერ კარგად გაიგებს. მართალი. არ განმიხილია მარკეტინგი, განმიხილო. ხო, მაგრამ კიდე აი უარყოფით განსხვავებას, რასაც ხშირად მომხოლმე რაც ტრეიდინგსა და ბიზნესზე არის, რომ ბიზნესში მაგალითად შეგვიძლია სახში მოხვიდე უხასიათოდ, აი რაღაცა ცუდ ხასიათზე იყო, დაჯდე და საქმე გააკეთე და მაგ საქმიდან მაინც დადებითი ის მიიღო შედეგი, ხო? მაგრამ ტრეიდინგში შენ თუ შენი ემოციური ფაქტორები კარგ მდგომარეობაში არ არის და ძალით შეხვალ მარკეტზე და ძალით დაიწყებ ტრეიდს, ხო? ეგ შედეგს ვერ მოგიტანს. ეგ არის განსხვავება. აი აქ რა უნდა განიხილო, მე მაგრამ მაინტერესებს. დაზიანებ. ცვეჩი. მაგარი მარკეტზე ამბობს. დავი დიდი არაფერი რა უნდა თქვა. კიდე ხვალ გავიღვიძებ 5% დაიდროვება და ხვალაც არ ვითრეიდებ. ერთი რაღაც უნდა განვიხილო, არის მარკეტი BR-ში. აი ეს Premium Wikis consecutive encroachment მაქვს მონიშნული 1, მეტი არაფერი. მეტი ვაფშე არაფერი არ მაქვს მონიშნული. სადამდე დაიტროვება ფასი. თუ ამ low-სკენ მოდის, სავარაუდოდ მოდის კიდევაც. ხო, ინვესტიცია ვიდეოზე ვინც კითხა, აი ავაზე მოტაცი. არა. ვიდეოზე ვინც კითხა რა ბოლოში რა იგულისხმება. Fear and Greed-ის ინდექსი ეხა არის ძალიან დაწეული. ყველა სეშინი აი მარკეტი რო ესე იდროვება რა შვებიან. ყველა ლონგიდან გამოდის, ყველა შიშია, ყველა სეშინია რო იდროვება მარკეტი. ყველა ყიდის, ყველაფერს ყიდის, ხო? ყველაფერს რო ყიდის, smart money რას აკეთებს? ყიდულობს. ხელმას ცოტა არ სულ ყოფილა მგონი. თან ორი გადამული ის მთელი არის. Mentorship-ი როდის იწყება? Mentorship-ი დავპოსტავ 3 დღეში. Mentorship-ი რო გახსნილია მეთქი. 15-ში იწყება სწავლა mentorship-ის. ვოლუმი არის ძალიან დიდი და მაგას ვოლუმი ბალანსი ქვია. არასარ გიშველებაში. გერმანულად რატომ ებაძრება ეს? Danke. Alles klar. Bitte. Hallo. ამის ესენტია. პირველი ესემტი ეხა მეც არ იმას შევყოდი. BP მონეტის თონებით რას იქნება ხოლმე. სადამდე იქნება მარკეტს retracement-ი. გადაცდება მაგას იქით აღარ შეგიძლია ტრეიდი თუ როგორ არის. Futures market-ზე 5% რო გადაცდება მარკეტის თლიანი მოძრაობა, მაგის მერე ტრეიდი აღარ შეგიძლია. აქ B უნდა გააკეთო ჩემი აზრით.
ერთი გზელდება mentorship-ი. mentorship-ი რაც მაქვს, ესე შაბლონური არ არის ხალხო. აი, მოსავლეებს კითხეთ თუ გინდათ, ანუ რამდენი ხანი გრძელდება ნოაბ mentorship-ი? სანამ არ ისწავლი ჩათვალე იქნები აქ, სანამ არ დაგჭირდებ, ჩემი მიზანი არის, სანამ არ დაგჭირდებ, მანამდე იყო აქ. მე რაც გიდე ის გიქნია. PSN-ით შეიძლება და A+ ეტაპები გონახე. არ შემიხედავთ მარკეტინგს. ერთ წუთიანზე განახო. A+ ეტაპები. აი აქ A+ მეორებს ვერ ხედავ აი აქ. ნუ შეიძლება რაღაცას დავაკვირდე ძალიან და ვნახო, მაგრამ მოდი აი მარკეტს არ განვიხილო რა. იმეში. თქვი შენი აზრი მე ვფიქრობ ბაის. მე ვფიქრობ არას. სულ რომ გელი გავხდე იმდენი ცენტრზე მე ვფიქრობ ყოველდღე არ საწავალ მაინც. ო ეს ლავები აქ ალბათ ავი შეიძლება თუ ჩავატარებ უკვე თორე ესა თარგმნისებს ალბათ აქ აღარ ჩავატარებ და შეიძლება YouTube-ს აღარ დავდო რა. Wire-ი. არ ვარ. საიდან მოვიდან? მე მაინც უყურებდი ხოლმე მაქსიმე რა. მაგაზე პასუხი ის არის, რომ მე მაინც უყურებდი მაგეც. Deviation არის ყველაზე კარგი ხალხი ტეიპობით განსაზღვრა deviation-ი არ არის. ყველაზე კარგი ხერხი ტეიპობითი განსაზღვრა არის premium discount-ი, liquidity და imbalance. From news რო იყო მაგის ზეგავლენა იყო დღეს, არა, ტრამპის ზეგავლენა არის. ხო, მაგრამ ერთს გირჩევთ რომა და მაქსიმე, რომ ეხა მეც ეგრე ვიყავი თავიდან, რაც მთელი დღე მარკეტს უყურებდი რა. მაგრამ თქვენი მიზანი საბოლოო ჯამში ის უნდა იყოს, რომ აი მარკეტზე რაც შეიძლება ცალ დრო გაატაროთ. ეხა ვარ ეგრე. მაქსიმუმ დღეში 1-2 საათი შევხედო მარკეტს. ეგეც მაგაზე მეტი ალბათ ძალით უყურებ, იმიტომ რომ მოსავლეები მწერენ, მიგდებენ ჩარტებს, აქ რა ხდება, აქ რა არის, აქ რა უქნა, აქ რატომ მოხდა. მაგიტო შეიძლება მეც უყურებ, მაგრამ ჩემთვის რომ ოდესაც ყურება არის საჭირო მარკეტისთვის, მაგ დროს მაქსიმუმ 1-2 საათი უყურო.